ფილტვის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ყოველ წელიწადს მილიონობით ადამიანს უსვამენ ფილტვის კიბოს დიაგნოზს. დაავადების მკურნალობის ეფექტურობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაზე ხდება კიბოს გამოვლენა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს სკრინინგი. თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი დაიწყო. დაავადების სკრინინგს 1 მაისიდან თბილისის მერია აფინანსებს. სკრინინგის პროგრამის დეტალები მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე შეირჩა საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები და წამყვანი კლინიკები, მათ შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა ახალი სიცოცხლე. ძალიან მნიშვნელოვანია ფილტვის სკრინინგის დაწყება საქართველოსთვის, თბილისში რეგისტრირებული პაციენტებისთვის ამ ეტაპზე, რადგან ფილტვის კიბო მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ონკოლოგიური დაავადებების კუთხით, ვინაიდან მან განმოინაცვლა პირველ ადგილზე, პირველადად რეგისტრირებულ პაციენტების რაოდენობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა თბილისის მერიის დახმარებით. შესაძლებლობა აქვს თბილისში რეგისტრირებულ პაციენტებს ჩაიტარონ ფილტვის კიბოს სკრინინგი. ჩვენი კლინიკის მხრიდან ჩვენ ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ კადრებს, მაღალტექნოლოგიურ აპარატურას, მნიშვნელოვანია ასევე სპეციალისტების ჩართულობა, მოიცავს არა მხოლოდ კატ სკრინინგს, არამედ თერაპევტის ან ონკოლოგის კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ შემდგომში, როდესაც პაციენტს შესაძლებელია დაუდასტურდეს რაღაც საეჭვო წარმონაქმნი ფილტვში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ასევე კლინიკა ახალი სიცოცხლე მზად არის ამ პაციენტების მომსახურებისთვის, ვინაიდან ჩვენს კლინიკებში გვაქვს ყველა ის სერვისი, რაც სჭირდება პაციენტს დაწყებული დიაგნოსტიკიდან დასრულებული მსხიური თერაპიის დეპარტამენტით. კვლევების თანახმად, ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტის სიცოცხლის შანსს 70%-მდე ზრდის. დაფინანსების ახალი პროგრამის მიზანი სწორედ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების გამოვლენა, მხარდაჭერა და მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაა. უფასო დიაგნოსტირებით ისარგებლებენ დედაქალაქში რეგისტრირებული 45-დან 75 წლამდე ასაკის თამბაქოს მომხმარებლები და ის მოქალაქეები, ვინც მოწევა 15 წელია შეწყვიტა. აქ სკრინინგის ფარგლებში უფასოდ მიიღებთ თერაპევტ პულმონოლოგის კონსულტაციას, დაბალდოზირებულ CT კვლევას 2 წამყვანი რადიოლოგის დასკვნით. მოგეხსენებათ მსოფლიო სტატისტიკით დღესდღეობით ფილტვის კიბოთი ყოველწლიურად ახალი დიაგნოზი ისმება 2.200.000 შემთხვევა. ეს დაავადება ხასიათდება სიკვდილიანობით ძალიან დიდი მაჩვენებლით, აღნიშნული შემთხვევებიდან 1.800.000 გარდაცვალებით თავდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეულ ეტაპზე, პრევენციის ეტაპზე აღმოჩენა. სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ფილტვის სკრინინგის პროგრამა, რომელთაც ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მოსახლეობა არის ჩართული კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში და ესე იგი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ ეძლევათ საშუალება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელიც არის სრულიად უმტკივნეულო და ძალიან ესეთი მარტივი კვლევა, წინასწარ გაცილებით ადრე ვიდრე თქვათ დაავადება ანატომიურ ცვლილებებს გამოიწვევს და ესე რომ თქვათ გართულდება, აღმოაჩინონ ის ნიშნები, რაც ამაზე მოასწავებს და პროფილაქტიკურად დავიკავოთ თადარიგი, რომ აღარ განვითარდეს ფილტვის კიბო. ჩვენ ამ პროგრამაში ჩავერთეთ ორივე კლინიკით, თბილისში არსებული ორივე კლინიკით, ქირურგიის ეროვნული ცენტრით და კლინიკა ახალი სიცოცხლით, ჩვენთან მოსულ პაციენტებს მაღალტექნოლოგიური აპარატურასთან ერთად დახვდებათ მაღალკვალიფიციური მუშახელი, გარემო არის ძალიან გამარტივებული, პროცედურა სრულიად უმტკივნეულო, სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტით ჩაუტარებთ მათ გამოკვლევას და ვეტყვით უზუსტეს დიაგნოზს მათი ჯანმრთელობის შესახებ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნადა მურუსიძე განმარტავს, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბო პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომები ვითარდება დაავადების პროგრესირებასთან ერთად. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკრინინგში ჩართულობა. ფილტვის კიბო წარმოადგენს მსოფლიო გამოწვევას, სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობების შორის ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა არის პირველ ადგილზე. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ დიაგნოსტირება ხდება გვიან სტადიაზე, ძირითადად 60-70%-ში გავრცელებული სტადიაზე ხდება დიაგნოსტირება ფილტვის კიბოსი, ვინაიდან საწყის სტადიაზე დაავადება მიმდინარეობს ფარულად და უსიმპტომოდ.
აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელია სკრინინგის გარეშე ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბოს დიაგნოზის დასმა. მსოფლიო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ და სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ფილტვის კიბოს სკრინინგმა ლეტალობია შეამცირა 20%-ით. ჩვენი მიზანი არის დაავადება აღმოვაჩინოთ დროულად ადრეულ სტადიაზე, მაშინ, როდესაც მკურნალობაზე გვაქვს მაქსიმალური ეფექტი. მედიკოსების მოლოდინია, რომ მოქალაქეები აქტიურად ისარგებლებენ ამ პროგრამით, რაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს. შეუძლია გამოავლინოს ადრეულ სტადიაზე დაავადება, რითაც შეამციროს ამ დაავადებით სიკვდილიანობა და გაზარდოს გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა, გაამარტივოს მკურნალობის მეთოდი და მკურნალობის ეტაპები. ფილტვის სკრინინგის მეორე დადებითი მხარე არის ის, რომ შეუძლია გამოავლინოს სხვა მნიშვნელოვანი დაავადებები, რომელთა ადრეულ ეტაპზე მკურნალობაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სკრინინგი ეს არის ჯანმრთელი ადამიანის კვლევა, რათა დაავადების არსებობის შემთხვევაში ის სიმპტომების გაჩენამდე გამოვლინდეს. სიმსივნის ადრეული სტადიის მკურნალობა გადარჩენის ალბათობას მკვეთრად ზრდის. საქართველოში, სადაც თამბაქოს მოხმარება ჯერ კიდევ მაღალია, ფილტვის კიბოს რისკის წინაშე საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას.